TBC გალერეაში რუსუდან ფეტუიაშვილის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე ასევე შედგა მხატვრის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია. მოკლედ დეტალები შეგვიძლია უკვე ნათია ბიჭიაშვილის სიუჟეტში ვნახოთ. ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო. 6 წლის ამ პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. მას შემდეგ რუსუდან ფეტუიაშვილს ხატვა ცხოვრების წესად ექცა. მისი ილუსტრირებულია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი. ეს ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტუიაშვილის სახელოსნოა. აქ იქმნება ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემდგომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოიფინება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სამშობლოს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ხატრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან შეიძლება მუშაობა, მაინც ახლა სივრცე გაქვს, როცა ნათელია ოთახი, მხატვრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, გარშემო იმდენი ფანჯარაა, რომ ეგ პრობლემა საბედნიეროდ არ აქვს ამჟამად. თეთრი კედლები სპეციალურად დავტოვე ჩემს სახელოსნოში, რომ ეთქვათ, როცა მინდა ხანდახან არის შუაღამისას მინდება ვთქები და ვთქვათ, კედლებზე ვმუშაობ. ზუსტად ეს ყველა ღამის 3-4 საათზე დახატული ეს ნამხატები. გუშინ TBC გალერეაში რუსუდან ფეტუიაშვილის მორიგი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია 14 ნამუშევარს აერთიანებს. მათ შორისაა აბრეშუმზე წარმოდგენილი ფერწერა, რაზეც მრავალმხრივი გამომსახველობითი ხერხების მოყვარულმა მხატვარმა ბოლო დროს მუშაობა აქტიურად დაიწყო. გამოფენა, სადაც ჩვენ შეგვიძლია მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები ვიხილოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ინტერესს გამოიწვევს ეს გამოფენა, ბევრი მნახველი ეყოლება და მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა მხატვრის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია. კრებული, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა, რუსუდან ფეტუიაშვილის ბიოგრაფიასა და მის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ეს პირველი ალბომია, რომელიც ასე ვთქვათ, მოიცავს შემოქმედებას იმ მხრივ, რომ აი შეგიძლიათ თავისუფლად წარმოდგენა გქონდეს აი ბავშვობიდან აღმოყოლებული აქამდე, ვთქვათ, მხატვარმა რა გააკეთა ისე, რომ მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ვთქვათ პრეზენტაციას ამავე დროს ის ნამუშევრებიც ასე ვთქვათ ფონად ედება, რომლებიც ამჟამად თბილისშია. TBC გალერეაში რუსუდან ფეტუიაშვილის პერსონალური გამოფენა 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.